მიკამელია ნაციონალური მოძრაობა. რატომ ნაციონალური მოძრაობა? რატომ არის არჩევანი თბილისელებისთვის? პირველ რიგში მოგესალმებით, თბილისელებმა არჩევანი უნდა გააკეთონ არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. პირველ რიგში მათ არჩევანი უნდა გააკეთონ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, იმ შიმშილის წინააღმდეგ, იმ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, იმ სოციალურ დაუცველთა ასტრონომიული ციფრით ზრდის შესაძლებლად უნდა გააკეთონ არჩევანი. არ უნდა გააკეთონ არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში უკვე 826 მილიონი ლარი ჭამოს. არ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმის სასარგებლოდ, რომ 600 მილიონი ლარი, რომელიც დახარჯა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ თბილისში სოციალური მიმართულებით და შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მეტად გაჭირვებული და შეჭრებული ადამიანი, დიახ, აი ამის საწინააღმდეგო უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს ერთი მსხვილი. და მეორე მსხვილი, არჩევანი უნდა გააკეთოს განვითარებაზე. არჩევანი უნდა გააკეთოს უკეთეს ფლავინდ თბილისზე. არჩევანი უნდა გააკეთოს კომპეტენტურ გუნდზე და არჩევანი უნდა გააკეთოს იმ ადამიანების შემდგარ ჯგუფზე, რომელსაც აქვს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და წრფელი გულით უნდა მართლა აკეთოს ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად იცის. და მე ასეთ გუნდს მიმაჩნია განახლებული ნაციონალური მოძრაობა და ჩემს მეგობრებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამის ძირითადი პოსტულატები, ძირითადი ელემენტები რაც შეიძლება მეტ თბილისელს გავაცნოთ, რათა გააკეთონ მან ძალიან თავისუფლად ცივი გონებით არჩევანი, რომელიც პირველ რიგში მათ ოჯახებს მოუტანს კეთილდღეობას. კეთილი, მადლობა. შემდეგი არის პატრიოტთა ალიანსი, გოჩა თევდორაძე. რატომ გოჩა? ორი ოპოზიციური პარტიის მოსაზრება მოვისმინოთ თუ რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა მათ სასარგებლოდ არჩევანი. თქვენ რას შეცვლით თუ იქნებით საკრებულოში და იქნებით თავმჯდომარე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისმა და სრულიად საქართველომ იცის და ახსოვს ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა დღეს აქ ორ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი. სხვადასხვა პიროვნებებს ხედავთ, მაგრამ საზოგადოებისთვის განურჩეველი და განუყოფელია ეს ორი პოლიტიკური ძალა, ისევ ერთი ძალა. კარგად ახსოვს მათი ნამოღვაწარი პერიოდი, დღეს ჩვენ ვხედავთ ქართულ ოცნებას, მის უმოქმედობას ყველა მიმართულებით და ან როდესაც მოქმედებს და კონსტიტუციის დღევანდელი დღეს გვახსოვს საქართველოში, როდესაც ერთპარტიულ რეჟიმში დამოუკიდებლად საზოგადოებასთან, ოპოზიციურ სპექტრთან, ევროსტრუქტურებთან შეთანხმების გარეშე მიიღო კონსტიტუცია და ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ქვეყანაზე და ქვეყნის მოსახლეობაზე. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არასოდეს მოგვიტყუებია ამომრჩეველი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მწყობრად ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა მიმართულებით ყველა ქალაქისა და რაიონის განვითარებასთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ უნდა დაგვიჭიროს ჩვენ მხარე ამომრჩეველი. მადლობა. და ქართული ოცნება ქალბატონი მარიკა დარჩია. ქალბატონი მარიკა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ თქვენ იქნებოდით ის სათავეში, შემდეგ თქვენი პოსტი ვნახე, სადაც ამბობთ, რომ თქვენ არ ხართ პარტიული და ხართ მხარდამჭერი. ანუ შესაძლოა თქვენ არ იყოთ თავმჯდომარე საკრებულოში, მაგრამ იქნებით საკრებულოში თბილისელების ხმის დამცველი ალბათ, თუ რა თქმა უნდა, თქვენ სასარგებლოდ გაკეთდება არჩევანი. რას შეცვლით და რას გააკეთებთ თბილისელებისთვის? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი? მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. მე მგონია, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩემი პოზიცია ძალიან მყარია, სწორედ ამ არჩევანის გამო, იმიტომ რომ არ გახლავართ პარტიული, მაგრამ მაქვს გამოცდილება, როგორც ქალაქში მუშაობის, იმიტომ რომ პირველი საკრებულოს წევრი ვიყავი და ძალიან დიდი კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქს აწუხებს და ყველაზე პრიორიტეტულია ეს გარემოს დაცვა, დაბინძურება, თუ გინდის სოციალური საკითხები, რომლებიც უკვე ნახსენები იყო, მე ვთვლი, რომ მათ სჭირდებათ მოვლა ოღონდ ადამიანური სახით. ეს არ უნდა იყოს და არ უნდა გაგრძელდეს რაღაც გარკვეული უწყებრივი ურთიერთობა თბილისთან. თბილისს სჭირდება უბრალოდ გულშემატკივართა გუნდი და მე მგონია ეს ჩემი არჩევანი სწორედ არაპარტიულობისა და ეს სწორედ იმის გამო რომ მე მათი სიის პირველი ნომერი გავხდი, ამან განაპირობა რომ მაქვს იმედი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ პროგრამების შესრულებისა, რომელიც არსებობს და იმის იმედიც მაქვს, რომ ამ პროგრამების ჩასაფრებული მეთვალყურეც ვიქნები. კი, თუმცა მაინც კონკრეტულად იქნებ გითხრათ ძალიან მოკლედ, რას პირდებით თქვენ ამორჩეველს? ცით არის, ძალიან კარგად არის გაწერილი ჩვენ გარემოს დაცვით პროგრამებში ეს. ის რომ უნდა მიეხედოს დაბინძურებას და ეს ქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობა და ეს ძალიან კარგად ვიცით. მე ახლა წარმომიდგენია რომ მით უმეტეს
ერთადერთი ვარ და თან ქალი, რომელიც წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც ახლა მმართველობით გუნდშია. მაგრამ აი სწორედ ეს არის ალბათ ჩვენი პრიორიტეტი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რისი გაკეთება შეიძლება კიდევ. გვაქვს ძალიან კონკრეტული მოვისმინოთ ჩვენ თავად მოსახლეობა რას ფიქრობს, რისი გაკეთება სურს და რას ელოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან და რა უნდა მოგვარდეს დედაქალაქში, ჩვენ გამოვკითხეთ თბილისელები. ძალიან გადატვირთულია ზოგადად ტრანსპორტით და თუ ოდნავ მაინც შემცირდება, უკეთ რამენაირად უნდა მოხერხდეს, რომ მაგალითად სამსახურში საათობით არ ველოდოთ და არ ვიყოთ რაღაც განსაკუთრებით პიკის საათებია მძიმე. ერთ-ერთი პრობლემა მე სიმართლე გითხრათ საზოგადო ტრანსპორტის მუშაობას გულის. პიკის საათებში გამორიცხულია ნორმალურად მგზავრობა, საცობები, ქაოტური მშენებლობები ძირითადად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოგვარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუნდაც პრობლემა. მოძრაობა სასტიკად გადაჭედილია. ხმაური რაღაც ასშტაული, მტვერი, გაუსაძლისი ყოფნა, აი მაგალითად ჰაერს ვეძებ, მოკლედ ვსუნთქავ. არ არის სასუნთქის საშუალება ქალაქში. ჰაერი აღარა გვაქვს. აი ამას ვითხოვ ელემენტარულად. დახმარებას აღარ ამჩივი, რო გამოვდივარ ვეღარ ვსუნთქავ. საცობები ქალაქში უკანონო მშენებლობა, ის რომ ყოველ დღე რაღაც ხეები იჭრება. ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი პირველი პრობლემაა მე მგონი და რა ვიცი, ამდენი გამონაბოლქვი არ შეიძლება ერთ გამოსვლა. ნახინჯი, ინფრასტრუქტურა რა გვაქვს და საშინელი შენობები, ეგეც საპარკინგს თუ მოაწყობენ, მე მგონი უნდა გქონდეს დედაქალაქს ღირდება აუცილებლად. ძალიან ბევრი პრობლემაა, იგივე სპორტული მოედნების, იგივე ამ საშინელი მშენებლობების ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სადაც ხეების იჭრება, სპორტული მოედნების ეწირება, აღარ იყოს ამდენი მშენებლობები მაინც, იმიტომ რომ ჰაერი და სუნთქვა აღარ არის. სადაც ნახავენ 2 მეტრს და იქით ჩააკვეხებენ შემდგომ, ეს მაინც აღარ იყოს. რომ ამ მხრივ მაინც განიტვირთოს ქალაქი, რომ ჰაერი კონდეს. პარკირება ეს ყველაზე დღეს თბილისს ძალიან აწუხებს. აი ყველაზე რთული საკითხი თითქმის ეს არის დღესა, ყველა მძღოლი არის ცოდვა რო იტყვიან რა, აი დღევანდელ პირობებში. გაჩერება არ შეუძლია, სადღაც რაღაცა პრობლემა აქვს, ბინაში მივა, ადგილი დაკავებულია, სხვა მანქანად გაგაჩერებულია, ვერაფერს ვერ ეტყვი, ისიც იქაც ცხოვრობს და ხო არ გააყვანინება რა და. მარტო დაპირებების ქვეყანაში ვცხოვრობთ. თბილისი არ გავს. ჩემი ბავშვობის თბილისი სხვა იყო. არ იყო ესეთი უსახური შენობები და გამწვანებული იყო. თანაწირის პოზიცია ცხოვრობთ დაპირებების ქვეყანაში არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩვენ პრობლემები რა თქმა უნდა დავაჯგუფეთ და ყველაზე მეტი რაზეც ისაუბრეს თბილისელებმა შეგვიძლია ვნახოთ ეკრანზე და გავყვეთ პუნქტობრივად და ვისაუბროთ რომელ პარტიას რა გეგმა აქვს ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარების. პირველი არის პარკინგი, საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოდით შევაჩეროთ თქვენი ყურადღება და მაყურებელსაც მივაწოდოთ ინფორმაცია რეალურად ამ პირველ პრობლემებს როგორ მოაგვარებთ. რა თქმა უნდა, პირველი იქნება ბატონი გოკა გაბაშვილი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორედ არის დაჯგუფებული და ეს პირველი სადაც ვკითხულობთ პარკინგი, საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსი. და შეუძლებელია რომელიღაც პრობლემას აქედან მიადგე, ის რომ არ იფიქრო სხვა პრობლემების გადაწყვეტაზე. თბილისში ჩვენ ყავს 400.000 მანქანა და გვაქვს 38.000 საპარკინგო ადგილი. წარმოიდგინეთ 10% მანქანებისთვის არსებობს პარკინგი, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა გაჩნდეს ახალი საპარკინგო სივრცეები და აქ ყველაზე სწორი გამოსავალი არის მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, მერიის დახმარებით და კერძო ბიზნესის მონაწილეობით. ეს არის ძალიან მკაცრად როგორც საჯარო, ასევე კერძო მშენებლობებისთვის მოთხოვნა, რომ საპარკინგო სივრცეები გაითვალისწინონ და არ იყოს ისე, რომ ქუჩა იგეგმება ისე, რომ არავინ არ ეცის საწავა იმ ქუჩაზე მცხოვრებთა მანქანები. ანუ მიწისქვეშა პარკირების სისტემის შემოღება ერთი, მეორე ფასზე მიბმული პარკირება, რასაც ჩვენ თავაზობთ ქალაქს. ეს არის, როცა შენ ფასის საშუალებით მართავ ყველაზე გადატვირთულ ადგილებს და აი ამ გადატვირთულ ადგილებში ფასის, ასე ვთქვათ, დაწესების საშუალებით და დროზე მიბმით, რაც არის ყველა ცივილიზებულ დიდ დასავლურ ქალაქში. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აქაც ვითარება არის რთული. დღეს ჩვენ ყავს 500-მდე ავტობუსი. კონკრეტული გეგმა. 500-მდე ავტობუსი ყავს. ქალაქს ჭირდება 800 ავტობუსი იმისათვის, რომ ნორმალურად დაიგეგმოს ხაზები. დღეს უყურებდი სწორედ ვიდეო რგოლს, სადაც გოგონა ყვებოდა ნავთლუღიდან მიდიოდა გპ-ში. ავტობუსით და ამას უნდება საათი და რაღაც რამდენიმე წუთი, ხო? ქალაქს ჭირდება 800 ავტობუსი, მოკლევადიანად, ანუ 2-3 წელიწადში ეს ავტოპარკი უნდა შეივსოს. ხაზები უნდა გაკეთეს ისე, რომ
იყოს ძალიან სწრაფი მისვლა, ასე ვთქვათ, ერთი ადგილიდან მეორეში. გარდა ამისა, გრძელვადიანად მერე უკვე ეს ავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ ეს უკვე გრძელი გეგმა არის, დაახლოებით 10 წლიანი დამოუკიდებლობის ერთი საკრებულოს. პირველი მთავარი არის 800 ახალი ავტობუსი. უნდა ჩანაცვლდეს უკვე ჰიბრიდული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, იმიტომ რომ ამის დრო დადგება თბილისში. აუცილებელია რომ თბილისში ვიცი რომ ძვირია, მაგრამ უფრო იაფია ვიდრე მეტრო. უნდა გაკეთდეს ტრამვაის ხაზი, თანამედროვე ტრამვაი, რომელიც ძალიან გასაგებია განტვირთავს მოძრაობას და ერთი ტრამვაის ხაზს შეუძლია 10 ავტობუსის შემადგენლობა მგზავრების გადატანა და ხაზი მესმის რომ ძვირია, მაგრამ არსებობს საერთაშორისო წყაროები და სხვათა შორის ეგრეთ წოდებული feasibility study შესწავლა ტრამვაის თემისა უკვე გაკეთებულია თბილისში და შეიძლება ბაგებიდან ორთაჭალამდე საერთო ტრამვაის ხაზის გაკეთება. და საბაგიროები ქალაქის ბევრ წერტილში გაკეთება საბაგიროებებს, რომელსაც გამოვიყენებ ტრანსპორტად და არა მხოლოდ დასვენების და გართობის საშუალებას. ნაციონალური მოძრაობა, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ნიკამელია იქნება შემდეგი, რომელიც არის ამომრჩევლის პირისპირ და უპასუხებს ამომრჩეველს. პარკინგი, საცობები და საგზაო ტრანსპორტი. ძალიან სამწუხაროა, რომ 4 წლის თავზე კვლავ გვიწევს და მე პირადად მიწევს და მე პირადად ხაზი მიტოვებ, რომ 2014 წელს, როდესაც ჰქონდა დებატები და თქვენს კოლეგასთან ქალბატონო აბსოლუტურად არაფერი არ გაუმჯობესებულა, მას შემდეგაც თქვენი მეგობრები და თქვენი კოლეგები ხელისუფლებაში არიან, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე თბილისში. როგორც პარკინგის მიმართულებით, ასევე საცხოვრების მიმართულებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტის მიმართულებით. დავიწყე პარკინგით. იმის ნაცვლად, რომ ერთი მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსაპარკინგი ადგილი მაინც დღეს მაინც მილიონნახევრიან ქალაქში მოეწყო ქართულ ოცნებას მსგავსი რამ არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ჩვენ გვაქვს 15 გამოყოფილი კერძოდ ადგილი კონკრეტული, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოეწყოს, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგი. საცობებსაც შეეხება, ხა ჩვენ კლასიკური გაგებით საცობებს ნუ განვიხილავთ უკვე თბილისში. თბილისში აღარ არსებობს როგორც ასეთი პიკის საათი, თბილისში არსებობს უკვე ჩაჭედილი საცობი და თუ ყველაფერი ესე გაგრძელდა და ქართულ ოცნებას კვლავ ჩაუგდეთ ხელთ მართვის სადავეები თბილისის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გაჭედილი საცობები იქნება გაქვავებული საცობები ქალაქში, სადაც ადამიანი ვერ გადაადგილდება უკვე ვერც ფეხით და ქალაქში, სადაც ადამიანი ვერ გადაადგილდება ვერც ავტოსატრანსპორტო საშუალებით. რაც შეეხება ტრანსპორტს, ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ქართულმა ოცნებამ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2014 წელს იგეგმებოდა ავტობუსების შემოყვანა, ვერ მოახერხა მთლიანად განახლება ავტობუსების პარკის და მხოლოდ 20% არის შემოყვანილი იმ ავტობუსების, რომელიც შემოსული იყო, ისიც გრანტად აღებული. 80 მილიონია დახარჯული, 170 ავტობუსია შემოყვანილი, დღეს თბილისში დადის 525 ავტობუსი, მაშინ როდესაც დაახლოებით 750 ავტობუსი არის საჭირო. ამის რესურსი მოგვიანებით მოახსენეთ, დიახაც არის, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ავტობუსები შემოყავს, კი არ უნდა ჩავანაცვლოთ, უნდა რეალურად დავამატოთ, იმიტომ არის ნაკლებობა და არის რეალურად უბნები, მაგალითად დიღმი და საბურთალომდე ავტობუსი პრაქტიკულად ვერ მოხვდები, როგორც საბურთალო და დიღომში ვერ მოხვდები და ეს ყველაფერი არის, არ გეწყნოთ ჩემო ქალბატონო, რაც არ უნდა ისაუბროთ თქვენ, რომ თქვენ ბრძანდებით უპარტიო და თქვენ არ აიგებთ, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობას თქვენ გუნდზე, თქვენ კეთილსახიერი ნიღბის უკან იმალება ნარმანია, იმალება კალვაძე, თქვენი ღიმილის უკან იმალება ფარცხალაძე, გოგიაშვილი და ასე შემდეგ. მე ძალიან მერიდება თქვენთან როგორც ქალბატონთან ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ფაქტი. თქვენ მილიონნახევრიანი ქალაქის სახელმწიფო პარტიის პირველი ნომერი ხართ. ამიტომ გუში მე თქვენ ასეთი თქვენ და მე არ ვიქნებოდი კრიტიკულად განწყობილი, დიახაც მე მოგთხოვთ რა თქმა უნდა პასუხს როგორც ნარმანიას ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და არ გაკეთებულ საქმეებზე და სწორედ ამიტომ საუბრობთ. საშველი არის და გადასარჩენია დღეს თბილისი. კონკრეტული გეგმები არსებობს. აღარ საუბრობ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც არის უფრო ბზა სახით, მატერიალური სახით არის ხელთ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ასევე აქვს მერიაში და მტვერია და უბრალოდ იმას უნდა გადმოღება და ხორცის შესხმა. მადლობა. ხალტონ მარიკა, თუ გაქვს პასუხი რეპლიკის სახით და შემდეგ ბატონი გოჩა. იცით რა არის, მე ვერ მივიღებ ამ ბრალდებას, იმიტომ რომ პარტიულობა არ ნიშნავს ან არაპარტიულობა პასუხისგებლობის აცილებას. აბსოლუტურად ჯერა და სულიად გამართულად და ძიმე ტვირთით გეუბნებით ამას, რომ აი ყველა ეს საკითხი, რომელიც აქ ჩამოთვლილია და ბრალდებით ვლაპარაკობთ დღეს, მე მინდა რომ ამ ბრალდების ენას საერთოდ საუბრობ ქალბატონო, საზოგადოებრივი აზრის გახმოვანებას ვცდილობ ეხლა. თბილისის ქუჩაში დავდივართ, ყველანი ჩვენგანი აქ ვინც ვართ და უბრალოდ არის გაუსაძლისი პრობლემები. თბილისი არ არის მარტო ვაკე, საბურთალო, ვერა, თაწმინდა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი პრობლემებია, ადამიანები გდანიდან ვერ გვხვდებიან ცენტრალურ თბილისის უბნებში. დაასრულეთ, იმიტომ რომ არ დადის ავტობუსი. შემდეგ ავდეოთ ისევ საუბარი. ძალიან გთხოვთ, მე გისმენდით ყველას.
დაწყებით მოდით ეს ახლა დებატების რეჟიმში უკვე კი, შეგვიძლია. ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ჯერ პრობლემებზე საუბარი უნდა ამოვწუროთ და შემდეგ იქნებ ასე რომ უკვე ის, დებატი. მეგონა უკვე შეგვიძლია. დიახ. არა, მე გეტყვით, როდის იქნება დებატის შესაძლებლობა, ჯერ პრობლემებზე ვისაუბროთ. ის რაც ჩამოთვლილია პირველ საკითხში, ეს ყველაფერი უკვე გაჟღერებული იყო იმ პროგრამებში, რომელსაც განიხილავს აი ამ საარჩევნო უკვე პროცესის განმავლობაში საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. სხვადასხვა უბნებში სრულიად გახსნილად და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ პარკინგის მოწყობა გაჭიანურდა, მართალი გითხრათ, რომ ეს ძალიან კონკრეტულად დევს იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც დაიდო და რომელსაც განახორციელებს ის გუნდი, რომელიც ნამდვილად მოვა. რაც შეეხება საცობებს, ეს საცობების პრობლემას იმდენაირი მხარე აქვს და არ არის მხოლოდ ნამდვილად, ჩვენ ყველანი დავდივართ თბილისში, ყველანი ხან მანქანით გადავადგილდებით და ხან ფეხით და ეს ძალიან კარგად ვიცით, უკვე ეს პრობლემა არ არის. ეს უკვე რაღაცა ესეთი ნამდვილად გაუსაძლისი მდგომარეობა. ამაზეც არის ძალიან კონკრეტული, ჯერ ეს მრავალმხრივად მოწესრიგებელი ამბავია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორ აპირებთ ძალიან მოკლედ რომ მითხრათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ის ტრანსპორტი, რომელსაც ავირჩევთ ყველანი. ანუ ის უნდა იყოს მოფხიბლელი, ის უნდა იყოს ძალიან ასე ვთქვათ მოხერხებული და აქ მინდა ვთქვა, რომ მეტროს სადგურების მშენებლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდისთვის და ის მეტროს სადგურები, რომელზეც ჩვენი მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში სულ იყო ლაპარაკი, უკვე პრაქტიკულად მზად არის რომ ამოქმედდეს და გეგმაში არის კიდევ ბევრი რამდენიმე მეტროსადგური და ეს მეტროსადგურები ნამდვილად რაღაც გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას სადგურები უკვე უნდა გახსნილი იყო ჯერ კიდევ 2014 წელს ცნობისთვის უბრალოდ 2014 წელს უნდა გახსნილი იყო გრძელვადიანი პროექტები უბრალოდ საუბრობთ შეbat რომ მე პირადად ვჩება ავიც აუდიტორიას ასაბეჭდად ვჩება რომ მართლა არ წარმოადგენთ ქართულ ოცნებას ეხლა და არც ხელისუფლება მე უბრალოდ მაინტერესებს რომელი მეტროსადგურია თითქმის მზად და გაიხსნება მაგრამ რომელი მეტროსადგური ჯესტის საბურთალოს ხაზი უკვე თითქმის მზად არის ხო გაიხსნა დანარჩენი 15 სადგურები იცით რა არის მე შეიძლება ახლა მეტროსადგურების ჩამოთვლაში ვერ ვიყო კონკრეტული და ძალიან ბევრ სხვა საკითხში რომელიც მოდით ბატონ გოჩასლოვენმა შემდეგ გადავიდეთ დებატალი არ არის მეტროსადგური რა თქმა უნდა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბრძანდები და პრეტენზია გაქვთ მილიონახარიან ქალაქს სათავეში ჩაუდგეთ და არიცით მეტროსადგური სად იქნება მაპატიეთ ეხა არა ეს სხვადასხვა არ არის საკრებულოს ეკრება თავის საქმე საკრებულოს საკანონმდებლო საკრებულოს საქმე კარგით თქვენ მერის მაშინ ნუ მოდით მეტროზე ნუ შევჩერდებით ძალიან ბევრი პრობლემებია თბილისში სხვა ბატონ გოჩა თქვენთან მოგძელეთ პარკინგთან დაკავშირებული პრობლემები ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია თბილისისათვის მაგრამ ეს პრობლემები იწყება უკვე წინა ხელისუფლების პერიოდიდან კი პრობლემები ვიცით მაგრამ როგორ აპირებთ პერიოდიდან ამიტომ პირველ რიგში თავისთავად ცხადია ამ პრობლემის მოგვარება დაკავშირებულია სიტის პარკთან დაკავშირებული ხელშეკრულების გადახედვასთან და შესაბამის ზომების გატარებასთან თავისთავად ცხადია ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ხელშეკრულების შემდეგ ისეთ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმებაზე რომელიც იზრუნებს საპარკინგი ადგილების შექმნაზე და არამედ მხოლოდ საჯარიმო და სააქციების გატარებაზე და ევაკუირებაზე ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებლად უპირველეს ყოვლისა უნდა შესწავლილი იქნეს სიღრმისეულად გზავრთნაკადი და ამ კვლევის შემდეგ თავისთავად ცხადია უნდა გათვალისწინებული იქნას სატრანსპორტო საშუალებების გაზრდა თავისთავად ცხადია რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს თავისთავად ცხადია როდესაც გადავდივართ და უპირატესობა ენიჭება ელექტროტრანსპორტს ეს გარკვეულწილად მისცემს შვებას ქალაქს როდესაც არასწორი განაშენიანების ეკოლოგიურ პრობლემებზე და არასწორ განაშენიანებაზე ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ და მოდით ამიტომ გავაგრძელოთ საუბარი და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმშიც გადახვიდეთ და გავხსნათ დებატი ეს არის ჰაერის დაბინძურება და არასწორი განაშენიანება მოდით ამ ორ საკითხზე რა თქმა უნდა თითოეული თქვენი პარტიის პოზიცია იქნება საინტერესო პირველი გოკა გაბაშვილი დაიწყებს კიდევ ვიტყვი რომ ძალიან სწორად არის ჰაერის დაბინძურება მოყვება უშუალოდ იმ პრობლემას რომელთაც არის უშუალო ბმაში იმიტომ რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო თუ არა საერთოდ მთავარი წყარო არის ტრანსპორტი დღეს თბილისში ამიტომ რასაც მე ვამბობდი
გადასვლა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე, ანუ ჰიბრიდულ ავტობუსებზე და ელექტროავტობუსებზე, ასევე ტრამვაის ხაზის გაკეთება არის სწორედ განტვირთვა ქალაქის, ანუ ადამიანები თუ კომფორტულად იმგზავრებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეს იქნება თანაზომადი მათ ხარჯებთან და მათ დროსთან, რაც თავარია, განიტვირთება ქალაქი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თბილისი არ არის ინდუსტრიულად დიდი ქალაქი, ამ თქო არ შეგვიძლია შევადაროთ შანხაის, პეკინის ან მუმბაის, ხო, სადაც სმოგი ადგას ქალაქს, იმიტომ რომ ინდუსტრიული ასეთ გამონაბოლქვის პრობლემაა. თბილისში არის პრობლემა პირველ რიგში სატრანსპორტო გამონაბოლქვის ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, თბილისში არის პრობლემა აი მშენებლობებზე, როცა არ იცავენ ელემენტარულ ნორმებს, მათ შორის მერიის შეკვეთით მომუშავე ფირმები და პირდაპირ ხდება ქვის ჭრა შუა ქუჩაში. არ ხდება დაცვა, ასე ვთქვათ. პრობლემს ვაღიარებ. ეს არის პრობლემები. აქ საჭირო არის პოლიტიკური ნება ამ მხრივ ტრანსპორტის კომპლექსური რეფორმა ვახსენე და რაც თავარია აუცილებელია უკვე შესწავლილი და ეს შესწავლილი არის ზუსტად ტრანსპორტის ნაკადებით შესწავლილია, მისი განტვირთვის მეთოდებით შესწავლილია, ეს კონკრეტული გეგმის სახიდებს. და რაც თავარია მწვანე ნარგავები და სარეკრეაციო ზონები. ესეც შესწავლილია და აბსოლუტური არაკომპეტენტურობა რო თქვა რომ მე დავრგავ მილიონ ხეს ჩაარჭო მე ჯოხები, ხა დენდროლოგიურ პარკში არ უნდა ჩაარჭო ჯოხები, რომელიც მე გახმება, ხო? გასაგებია. მთელი კუსტბის ფერდობი ხმება, სამგორში ნარგავები ხმება. ანუ შესწავლა არის საჭირო, სად როგორი ნარგავები უნდა გაკეთდეს, რამდენი უნდა გაკეთდეს, როგორ მოემსახურება ეს ქალაქის გეოგრაფიიდან გამომდინარე ჟანგბადის წარმოებას. ეს არის გააზრებული გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ეს სწორედ ტრანსპორტის კომპლექსურ რეფორმასთან ერთად წარმოადგენს სუფთა ჰაერის წყაროს თბილისში. ეს გეგმა არსებობს და შეიძლება განხორციელდეს. ნიკამელია გააგრძელებს საუბარს, კიდევ ორი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება და არასწორი განაშენიანება. რა კონკრეტული გეგმა აქვს? ვიცით რომ ეს არის პრობლემა. საგონებაში ვარ, მართლა სანამ გავცე კონკრეტულად თქვენს კითხვას პასუხს, ჩაგდებული თქვენს მიერ, თქვენს მოახერხეთ. უბრალოდ რატო გაგიმეტეს ხალბატონო ესე და რატო არ გამოუშვეს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ქართული ოცნების ბატონი ალი ბეგაშვილი სადღაც სიქციაში რომ გადამალეთ ძალიან მიკვირდა ძალიან უხერხულია პირველ რიგში თქვენს მიმართ. როდესაც თქვენ საუბრობთ რომ საკრებულოს რა ისაქმება მეტროსთან, როდესაც საუბრობთ რა ისაქმება საკრებულო არის აკონტროლირებელი ორგანო. აღმასრულებელი ხელისუფლების. კარგით, დავგიბრუნდებით თუ შეიძლება მოგახსენებთ ძალიან მოკლედ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს თბილისში მწვავე, მე ვიტყოდი უმწვავესი და უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემები გამოწვეული არის ხელისუფლების მხრიდან, თქვენი და თქვენი მეგობრების მხრიდან ბუნებაზე ინტენსიური ზემოქმედების გამო, როგორც მათი მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. როდესაც თქვენ იცით, რომ ქალაქში, თბილისში, ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი გვაქვს და არაფერს არაკეთებთ, ეხლა უკვე არაკეთებთ თქვენს ამ ყველაფრის მოსაგვარებლად, როდესაც თქვენ იცით, რომ ქალაქში ატმოსფერული ჰაერი შეიცავს ყველაზე მეტ ტოქსიკურ ნაერთს და ამის მოსაგვარებლად არაფერს არაკეთებთ. როდესაც იდენტიფიცირებულია მთავარი პრობლემა, რატომ არის ყველაზე ბინძური და მაპატი და ჭუჭყიანი ჰაერი, რომელიც კალავს უკვე ადამიანს, ქრონიკულ დაავადებებს კიდევ უფრო ზრდის. გულსიძახთა დაავადებული ადამიანების, ასე თქვა, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომლის ოპონენტი ყავს რომლის წილი ჰაერის დაბინძურებაში 60-დან 80%-მდეა და ამიტომ არის ესეთი დაბინძურებული ჰაერი. არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თქვენ მეგობრებს უკანასკნელი წლის განმავლობაში, ოღონდ წინ, თორე უკან ამდენი წინ და იმდენი გადადგით. რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის ფონზე? რა თქმა უნდა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის იმას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში 3 წელიწადში, 4 წელიწადში მოხსნით ეკოლოგიურ პრობლემას და ისეთ გარემოს დაცვით ღონისძიებებს გავატარებთ, რომ ქალაქი თბილისი პირველი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი და გადაიქცევა ყველაზე სუფთა ქალაქად. არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტყუილი, მაგრამ უნდა დავიწყოთ ეტაპობრივად. ამისათვის პირველ რიგში საჭირო არის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვით ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას. ამისთვის ასევე საჭირო არის ისეთ ქვეყანაში, რომელსაც მართავს ადამიანთა წრე, რომელთვისაც ყველაფერი დაშვებულია, სხვადასხვა იმ საკრებულოში, სადაც თქვენ გინდათ თავმჯდომარეობა, თქვენმა საკრებულმა, თქვენმა მეგობრებმა აუწიეს ბიძინა ივანიშვილს ხელი და 29 ჰექტარი გაატანეს სახში ბოტანიკურ ბაღში.
ბაღიდან და აქედან 10 ჰექტარზე სამშენებლო ნებართვები გასცეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე უნდა შეჩერდეს. ამისათვის სანამ ამ გლობალურ პრობლემას ჩვენ მოვაგვარებდით, უნდა დაიწყოს შემარბილებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ბევრი რაოდენობრივად სარეკრეაციო ზონის, ასე ვთქვათ, შექმნა, სკვერების, ბაღების და როგორც იქნა მე დარწმუნებული ვარ გამოჩნდა ადამიანის ზალიკო უდუმაშვილის შემთხვევაში, რომელიც თბილისს აღირსებს პირველად ცენტრალურ პარკს. ცენტრალური პარკი, რომელიც არ არსებობს დღემდე, ეს არის ძალიან სამწუხარო და ცენტრალური პარკის, ასე ვთქვათ, მოწყობა თქვენ იცით, სადაც იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, იქ სადაც სხვათა შორის იმ გუნდის ხელმძღვანელს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე ბოსტანათა აქვს ქცეული და მე პირადად იქ პერიოდულობით ვარჯიშობ და ძალიან კარგად ვიცი, შემოღობილი აქვს ჩემო ძვირფასო მაყურებლებო ბიძინა ივანიშვილის შუაგულ საბურთალოზე ტერიტორია და ნერგებს რგავს იქ. კარგით, გასაგებია გადავიდეთ გოპა გაბაშვილზე. მიაქვს რეზიდენციაში და ხან მეორე რეზიდენციაში. ამიტომ თბილისელებს უნდა დაუბრუნდეს ტერიტორია, რომელიც მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა და ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ცენტრალური პარკი და იმედია თქვენ როგორც პირველი ნომერი თქვენს მოხდებით რიგით საკრებულოში წევრად და კი, უპასუხეთ და მაშინ შემდეგ იქნება ბატონ გოკა. დიახ. იგივე არის, ძალიან არ მინდა რომ ბრალდებების გზით წავიდეთ. მართალი გითხრათ ბატონ ნიკას მიმართ ერთი რამ არის რომ ცოტა დეზინფორმაციაა, ჯერ ერთი არ არის ასე. ეს ტერიტორია თუ გით იპოდრომის ტერიტორია, რომელზეც ახლა ახსენა ბატონ მანიკამ, ის ტერიტორია პრაქტიკულად გადარჩა, რომ იქ მშენებლობა არ დაწყებულიყო და მშენებლობის ნებართვა თქვენმა გუნდმა გასცა თავის დროზე. მოდით ახლა ასე ვთქვათ, ის პრაქტიკულად და საერთოდ იყო გაცემა. ვიზე გასა? მითხარით, ვიზე გასა? იმას არ ამბობთ, ბიძინა ივანიშვილზე გასა? არა. ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია, ქალბატონო. ის საკუთრებაში. გულზე ხელს დავიდე, აქედანვე თუ გინდათ წავბრძანდეთ, სანერგე მეურნეობა ლამაზად და რეალურად აქვს ბოსტანი ქცეული. ბიძინა ივანიშვილის სტანდარტი რეალურად სანერგე მეურნეობა. საკუთარ სახშილია, აი ესეთ ენერგიებს გავს. ზრდის გარკვეულ ეტაპამდე და მე მეიავს ხან სოლოლაკის რეზიდენციაში ხან ნურეკის სიცხვილი ქალბატონო ის არის რასაც თქვენ აკადემია დეზინფორმაცია რა იყო და თქვენ რა საპირებთ უპასუხეთ და უნდა გავაგზავნოთ რა თქმა უნდა პატივისცემით ეხა ვეცდები რომ აუყუროა სიცხვილი ის არის როდესაც გაუსაძილ მდგომარეობაში ყოფი თბილისელები შიმშილის ზღვას ყოფი თბილისელები ულუკვაკუროდ დარჩენილი თბილისელები რომელსაც უჭირავთ თვალი გაქცევაზე ამ ქალაქიდან რომ არჩინონ საკუთარი ოჯახები გისმენენ ეხა თქვენ სახელმწიფო პარტიის პირველ ნომერს, რომელსაც მაპატიეთ და წარმოდგენა არ აკავთ, რა არის მუნიციპალური საკითხები. აი ეს არის ჩემისაზე ყველაზე დიდი სიცხე. გავაგზავნოთ. თუ შეიძლება ვადროთ და დიახ ისე. ერთი რამ მინდა ვთქვა. თბილის აი ასეთი პოლიტიკური, მხოლოდ პოლიტიკური და ღვიძლიანი განცხადებების პერიოდი უნდა დაუმთავრდეს. აქ ჩვენი შვილების ხედან მე თვითონ ნამდვილად ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ ჩემმა შვილიშვილებმა იცხოვრონ ნორმალურ ქალაქში, რომელსაც ექნება აი ასეთი რიტორიკა კი არა. ის რიტორიკა, რომელიც როგორღაც იმ პრობლემებთან რიტორიკა, ქალბატონო მარიკა. საზოგადოება არის გაუსაძილ მდგომარეობაში. მე საზოგადოებასთან ნამდვილად საკრებულო უკანასკნელი სამი ბატონიკა დავასრულებინოთ ქალბატონ მარიკას, ხო და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. არ გამოვა ეს დებატი. ხელფასებში 5 საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების მოქმედი, ჩამომითვალეთ. დღეს ვინც არის მოქმედი, ჯერ კიდევ დეპუტატი. ჩამომითვლით? იკა მომისმენე ჩემო კარგო. 5 მოქმედი. დავტოვებ ეხლა მოვიცნი მიკროფონს და დავდებ. რატო გეკითხებით იცით ამას? იმიტომ რომ ხალხმა აირჩია, თბილისელებმა აირჩიეს ის ხალხი, იმიტომ რომ მათთვის ყოფა ოდენავ მაინც გაუმჯობესებია. ბატონი ალიბერტაშვილი გამოგეშვათ აქ, რომელიც პასუხისმგებელი იყო პროცესებში. ჩვენ ყავს ის პირველი ნომრები, ხო? შესაბამისად თქვენ შორის უნდა გაიმართოს დებატი. მე მართა მეუღებულება ბატონ მარიკას არ გძნობ, არ დაგიმალავთ, კომფორტულად თავს ეხლა პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალბატონი ვზანდებით, არაფერი პიროვნულად კი, თუმცა მაყურებელი გიყვართ თქვენ და მათ წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. მხოლოდ ჩემ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხა და ოჯახს. მე წარმოვადგენ რეალურად თბილისელებს. ბატონიკა. მე წარმოვადგენ, მე უფრო წარმოვადგენ. მე გასწავლდა ჯერჯერობით. დიახ. კონკრეტული საუბრები. გავიგეთ, რას გააკეთეთ ქალბატონო? ბატონიკა. არ გამოვა ესე საუბარი, ხო? ჩვენ როგორ არ გამოვა? გასაგებია, მაგრამ ამომრჩეველი გვისმენს და ყველა პარტიის წარმომადგენლის პოზიცია საინტერესო. საკმაოდ დიდი დრო გამოიყენეთ, მე კიდევ მოგცემ დროს, დასრულს უბრალოდ ყველა კითხოს უნდა გასცეს მაგრამ არ გაგიკვირდეთ, ეხლა 1.5 მილიონი ქალაქის
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხართ სახელმწიფო და ეხლა ნებისმიერ ჩვენგანსო თქვენთან კითხვა გვექნება არ გაგიკვირდეთ არც ვინ გაგიკვირდეთ არ მიკვეს მე არ მიკვეს უბრალოდ მინდა მისი პოზიციაც მოვისმინო კონკრეტიკას თუ მოვისმეთ გავჩერდები დიახ მეც მინდა რომ ყოველ თქვენგანისგან მივიღო კონკრეტიკა დიახ ბატონიკა ჩვენი პროგრამები რომელიც ღია და რას გულისხმობს ალბათ ეს პროგრამა მოусმინოთ და გავიდოთ გულისხმობს ძალიან მრავალი საკითხია ჰაერის დაბინძურება ნამდვილად ახლა აქ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით ეს არის ავტომობილები რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებს ქალაქს ამიტომ ამ ავტომობილებთან დაკავშირებით ჩვენ თქვით უკვე რომ საპარკინგე საცობები საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა რომელიც უნდა განხორციელდეს ქალაქში პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურებას ერთი აი ამ მხრივ ნამდვილად ამოასუნთქებს და სხვა გზაზე წაიყვანს ეხლა რაც შეეხება გამწვანებას გამწვანების ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სად იგეგმება? ერთი ადგილი მაინც მიმიტეთეთ, კახიკალაძეს პროგრამა თუ კი უდესო თქვენ ამბობთ აქვთ, სად კეთდება ან ერთი მიწისქვეშა პარკინგი, ან მიწისზედა პარკინგი. აი, გდანში, სამგორში, ისანში, სოლოლაკში. ერთი მიწისქვეშა პარკინგი უკვე იგეგმება და პრაქტიკულად დაწყებულია პეკინის ქუჩის დასაწყისში. პეკინის ქუჩის დასაწყისში სადაც არაფერი დაწყებული არ არის. თქვენ გულისხმობთ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია? არ. მეორე ბოლოსში უნდა იყოს ეს პარკინგი. ძალიან მოკლედ და გველოდება კიდევ ორი რესპონდენტი და დრო პრაქტიკულად ჩვენ აღარ ბატონიკა დაასრულოს და შემდეგ აბსოლუტურად კი პირდაპირ ვიტყვი რომ არაფერი არ მაქვს ქალბატონი მარიკას საწინააღმდეგო უბრალოდ ერთი რამე არის ფაქტი ქართულ ოცნებას ერთ საიდუმლოს გაგიმხელს არ გააჩნია არანაირი გეგმა ქალაქის განვითარების არანაირი ეს 3 წელი ნარმანიას ხელში იყო დაკარგული დრო ჩვენ ხო ნახეთ რითი დაიწყო ხო იქ მშვიდობის ხიც მოვანგრევ აქ რაღაცა იმას დავანგრევ აქ იმას გავაკეთებ ხელშეკრულებები გააჩერეს ამოქმედებული პროექტების რომელიც მართლა განტვირთავდა ქალაქს ხიდების მშენებლობა გააჩერეს მეტროს სადგურების მშენებლობა გააჩერეს რკინიგზის სატვირთო რკინიგზის გაატანის პროექტი გააჩერეს ანუ იყო რაღაცა ბრძოლა თავის თავთან აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აბსოლუტურად უკონცეფციო ეხლა ჩვენ რა გვინდა რომ კახიკალაძეს ქონდეს რამე კონცეფცია კაცი რომელიც მოვიდა ენერგეტიკის სამინისტროში და ყველაზე მომგებიანი სფერო საქართველოში სფერო სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია იდებოდა სფერო სადაც საქართველო ექსპორტიორი იყო ელექტროენერგიის გახდა ისევ ელექტროენერგიის შემსყიდველი გახდა ისევ დამოკიდებული სხვაზე და სფერო სადაც ინვესტიციები შემცირდა დრამატულად საქართველოს ეკონომიკის წამყვან სფეროში ამ მინისტრმა მოახერხა 3 წლის განმავლობაში გაეხადა სფერო ინვესტიციებისთვის უინტერესოდ ოქრო ჩააბარეს ხელში ჰიდრორესურსების სახით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სახით, ამოქმედებული პროექტების სახით, დაკონტრაქტებული პროექტების სახით ეს ყოველთვის გაჩერდა. დარჩა ქვეყანას გაზპრომთან ხელშეკრულება კალაზის მინისტრობის მერე, რომელიც ვერ გავიგეთ, რატოა გაფორმებული, რამდენზეა გაფორმებული, როგორ არის გაფორმებული. თბილისი იქნება არა სიცოცხლით სავსე ქალაქი. კახი კალაზის ხელში. თბილისი იქნება კორუფციით სავსე ქალაქი, ნეპოტიზმით სავსე ქალაქი. უსაქმურობით სავსე ქალაქი და საკუთარ ნათესავ მეგობრებებზე ზრუნვის ქალაქი. გოჩა თევდორაძე, როგორ იქნება თბილისი? ქალბატონი მარიკა საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ საუბრობთ ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის ჰაერის დაბინძურება, არასწორი განაშენიანება, თავშივე უნდა ვთქვათ, რომ ამის ყველაფრის თავი და თავი ალბათ არის ის სიღარიბე, რომელიც თბილისში ქვეყანაში სუფევს, თავისთავად ცხადია იმ სიღარიბით არის გამოწვეული ის მოძველებული ავტოპარკი, რომელიც ქვეყანაში არსებობს ზოგადად და ჰაერის დაბინძურების პრობლემები ამით არ მოგვარდება, ჩვენ ყველა შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა სარეკრეაციო ზონებზე, საზოგადოებრივი სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიური კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი რა არის? აი, ეხლა ბატონი გოგაბძანებდა იმას, რომ ჩვენ ხედავთ რას? არჩევანი საქართველოში, აი წინა არჩევნების დროს მოხდა არჩევნების პოლარიზება და არჩევანი გაკეთდა სუდსა და უარეს შორის. 2012 წელსაც სუდსა და უარეს შორის გაკეთდა არჩევანი. უნდა დასრულდეს ის, რომ არჩევანი გაკეთდეს ცუდოცნებასა და უარეს ნაციონალურ მოძრაობას შორის. აი ეს არის უმთავრესი გადაჭრა პრობლემის, ეს დაასრულებს სწორედ იმ ნეპოტიზმს, ეს დაასრულებს იმ კორუფციას, რომელიც სუფევდა და რომელიც კარგად მოირგო უკვე ქართულმა ოცნებამ და უფრო მეტიც ძალადობრივი მექანიზმებით მოირგო უკვე კონსტიტუციაც თავის თავზე პრობლემა ის არის ქვეყანაში, ქვეყანა ყოველთვის უძლებს და ერთი ქალაქი თუნდაც 2-3 წლიან მმართველობას ცუდი ხელისუფლებისას, მაგრამ როდესაც ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება არჩევნების გზით, აი ეს არის სწორედ დიდი პრობლემა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია რომ დაელოდოს მომდევნო არჩევნებს უკვე და არ აქვს იმედი იმისა, რომ არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას, სწორედ ეს პრობლემა უნდა დასრულდეს ქვეყანაში, ეს არჩევნები
არჩევნები არ არის მარტო მადლობა. თვითმმართველობის არჩევნები იმ კუთხით, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ვიცნობთ და სოციალურ პრობლემატიკაზე ამ არჩევნების დროს გარდამტეხი უნდა მოხდეს იმაში, რომ დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ სწორედ აი ეს ნეპოტიზმი, ეს ძალმომრეობა, ჩვენ რომელიც ბოლო და წუთი დავჭერდა, მინდა 30 წამი მოგცეთ. არა, თქვენ მომდევნო სამშაბათსაც იქნებით ჩვენთან სტუდიაში, შესაბამისად დიდი დრო გექნებათ. 30 წამი მიმართეთ ამ მრჩეველს და თითოეულმა მარტივად ვიც უყურებდა ძალიან სხვა რაღაცის პროგრამა მინდოდა აბსოლუტურად ეხლა სხვა რაღაცის პროგრამა. უბრალოდ ხმა არ უნდა მივცეთ იმ გუნდს, რომლის ის პირდაპირ გეუბნებით, მოწიწებით, რომელიც გუნდის სათავეში ბრძანდებით თქვენ, იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენა არ აგაქვთ მუნიციპალურ საკითხებზე. დიახაც ეს გუნდი თქვენ ხართ, თქვენი კეთილსახიერი ნიღბის უკან იმალება კორუმპირებული კავლაძე, იმალება ფარცალაძე, იმალება დიახ ის ჯგუფი, რომელიც მართავს დღესაც თბილისს, იმალება არ ვიცი იქ სასამართლოში ის ადამიანები, მურუსიძეები, ჩინჩალაძეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მგონია ჩემი რჩევა იქნებოდა თქვენ დამის და თქვენ დამის, რომ ალბათ თქვენ სადგიზე დავწერდი განცხადებას და უარს ვიტყოდი სიის პირველ ნომრობაზე ქართული ოცნების რიგებიდან, იმიტომ რომ შეუძლებელი არის წარმოადგენდეთ იმ გუნდს, რომელმაც წლების განმავლობაში გაფლანგა მილიონები იმ გუნდს და იმ საკრებულოს ასე თქვა შემადგენლობას, რომელმაც დიახ მილიონახევრიანი ქალაქის განათლების სამსახურის უпроსად უდიპლომო თქვენი მერობის კანდიდატის ასე თქვა ოჯახის წევრი დიახ, მოკლედ 30 წამი. ასეთი არ მინდა უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად მოვალთ ხელისუფლებაში და დარწმუნებული ვარ და ნიკა მოდით მე მოგცემთ პირობას რომ მე დავდგები თქვენ დაამთავრეთ ძალიან დიდი ბოდიში თბილისის სოციალური არ ვერ უპასუხებ ერთი სოციალური ბიუჯეტი რამდენი მილიონი არის შედგება რამდენი გამგეობაა თბილისში ბატონიკა, ბატონიკა, 30 წამი მივცეთ იმ საშუალება რომ მიმართოს ამ ეს იქნება ის ლექსიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით წლების განმავლობაში. ამიტომ ამ ლექსიკას ჩვენ ვეღარ მოვისმენთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე რამეა. არაფერი არ უთხარით თბილისელებს. ძალიან მე მინდა და მიგემართათ თბილისელებს.